ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. ამის შესახებ BMG-ის Amex Airlines-ის საოპერაციო დირექტორმა შაკო სეთურიძემ განუცხადა. 2025 წლის 11 თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ სატვირთო გადაზიდვებში 59%-იანი ზრდა ფიქსირდება და წელს თითქმის 34,000 ტონა ტვირთია საჰაერო გზით გადაზიდული. სატვირთო გადაზიდვების ასეთი ზრდა ელკომერციას უკავშირდება, რომელიც როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ისეთი საიტების პოპულარობამ განაპირობა, როგორც მაგალითად ჩინური ტემუა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტი მიმდინარე წელს წარმატებულად აფასებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ორგანიზაციამ წინასწარ დასახულ ყველა მთავარ მიზანს მიაღწია, რაც როგორც ქსელის გაფართოებას, ისე ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას გულისხმობს. ევროკრედიტის მონაცემებით, კომპანიის ფილიალების რაოდენობა უკვე 30-ს აღწევს, რაც წლის დასაწყისშივე იყო დაგეგმილი. ზრდა ფიქსირდება როგორც საკრედიტო პორტფელის, ისე მოგების ნაწილში. დღეისთვის ევროკრედიტის ძირითადად პორტფელს ავტოსესხები წარმოადგენს, თუმცა კომპანია აქტიურად მუშაობს პორტფელის დივერსიფიკაციაზე. მიმდინარე წელს ორგანიზაციამ აქტიურად დაიწყო ბიზნეს სესხების გაცემა, რაც მომავალი წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. მიკროსაფინანსო ბაზარზე დარჩენილი 29 ორგანიზაცია საკმაოდ სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას. ზრდის ტემპი 20-25%-ით დაჩქარდა, რაც გაორმაგებულია წინა წლებთან მიმართებით. ამის შესახებ BMG-სთან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი საუბრობს. მისი თქმით, მიკროსაფინანსო სექტორში აქტივების ხარისხი საკმაოდ მაღალი და გაუმჯობესების ტენდენციის ხასიათდება. გაუმჯობესება მოგებიანობის პარამეტრები, ხოლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირდა. ჯამში ნინო დევდარიანის შეფასებით 2025 წელს სექტორი 30%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, სექტორში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს უფრო აქტიურად შევიდნენ ბიზნეს დაკრედიტების სეგმენტში. ნინო დევდარიანი განმარტავს, რომ დაკრედიტების ზედაზღვრის 200,000 ლარამდე გაზრდა სექტორისთვის ახალ ჰორიზონტებს ხსნის. მიკროსაფინანსო სექტორში მთავარ პრობლემად კვლავ მოზიდული სახსრების მაღალი ღირებულება და საოპერაციო ეფექტურობა რჩება. ამის შესახებ BMG-სთან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე საუბრობს. მისი თქმით, მაკროეკონომიკურ პირობებზეა დამოკიდებულით, როგორ განვითარდება მოზიდული სახსრების ფასები და როგორ იმოქმედებს განაკვეთებზე.